იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. გოგო, ეხა კარგად მომისმინე, უკვე მე რამდენად გეუბნები რა. და ჩაიწერე თუ ვერ იმახსოვრებ. Pinex-G არის საუკეთესო კომპანია ამანათების გადმომზიდავი ჩინეთიდან. რაც გინდა, რა საიტიდანაც გინდა ჩინურიდან გამოიწერე, რაც გინდა და Pinex-G ჩამოგიტანს ყველაფერს. ხო, არ გატყუებ მართლა. ხო, ანუ კურიერიც ყავთ თავიანთი, შეგიძლია შენ მიაკითხო და წამოიღო და შეუძლია სახში მოგიტანონ. თან გოგო ტარიფი აქვს $8 შენ თავს ფიცავარ და თან 5 დღეში ჩამოგიტანენ ამანაც. ჯერა. თან ყველაზე მაგარი რა არიცი? ის ქონიათ, აპლიკაცია აქვს თავისი. მიდი და ბარემ პირდაპირ აპლიკაცია გადმოწერე რა. გოგო და რას გეუბნებოდი წაღა რომ დავიწყე, ესე იგი ჩემი გიო ხო მეუბნებოდა 7 კილო ამანათზე რომ რა ამბავია ქალო, ერთი კონტეინერი ამანათები გამოგიწერიაო. აი ხა რომ შემოვა სახლში, გაგიჟდება მართლა ერთი კონტეინერი ამანათები მიდევს სახლში, მომიტანეს. ხო. აი ხა რომ ნახავს თავის მობაილ ბანკს, მე ხო მაგის ბარათი მაქვს მიბმული. ხო, აი გაგიჟდება. ვაიმე! აი ნახა მობაილ ბანკი. კაი, ეს რა არის, გოგო? ვაიმე, ტელეფონი. მართლა ტელეფონი. ეს რა არის მეთქი ტელეფონი შიგნით შეხედე, ეს რა არის? შიგნით ეს არის მობაილ ბანკის აპლიკაცია. ვიცი რომ მობაილ ბანკი არის. ესე პატარა ციფრები რატო წერია? აუ მაგაზე მინდოდა მე შენთან დალაპარაკება გიო. დაელაპარაკე. თამარ, თემას ნუცული მეთქი, თემას. უფროს დაელაპარაკე რომ მოგიმატოს. შენ მობაილ ბანკში ესე პატარა ციფრები რატო წერია? შენ გოგო ნორმალური თუ ხარ, ეს რა არის? გოგო რამდენი ამანათი გამოწერე? ნახე ახალი მაგი დაგვაქვს. რა ახალი მაგიდა, თამარ, რატო გაავსე სახლი ყუთებით, რა იყო მართლა, რა დაგემართა? ხო შეიძლება აღარ გამოწერო რა ადამიანო, აღარ ეწევა აუ ასა. გიო, შედი ჩემ მდგომარეობაში გეხვეწები რა. ახალი კომპანია ვიპოვე ამანათების გადმომზიდი ჩინეთიდან. Pinex-G. ხო და მაგათმა ჩამომიტანეს ყველაფერი, $8 აქვს ტარიფი, შენ თვითონ და 5 დღეში ჩამოაქვს. აპლიკაცია გადმოვწერე და მაქედან უფრო გამოიწერე. ცუდად არის ჩემი საქმე, ეგრე გამოდის თამარ. რატო? რატო $8 რამდენ რამეს გამოიწერე ხა წარმომიდგენე და მაგიტო რაღაც რატო სადარბაზოში სახლში ოთახ ყველგან შენი ყუთი ვაიმე, გაჩუნდი ერთი წუთით ეხა გეგონება მარტო ჩემთვის ვიწერ ყველაფერს რა. ამ ნაგს შეხედე რა გოგო 4 კაბა რო გამოიწერე რაღაცა 2 ჩექმა რო გამოიწერე ისო გამოიწერე კიდე რაღაც 1000 რაღაც რო გამოიწერე ერთი სადი რაღაცა ძინძგიანი ბოტასი გამოიწერე მე ეგ ბოტასი საიტმა გაჩუქა უბრალოდ მაგდენი რაღაც რო გამოიწერე საიტმა გაჩუქა და მომიტანა ის ბოტასი მადლობა თამარ აუ გიო მომისმინე მე დავფიქრდი და თვეში რომ 140 ამანათს ვიწერდი ჩამოვედი 140-დან 108-ზე 108-ზე ჩამოვედი. ხო, ჩამოვედი, იმიტომ რომ ოჯახის ბიუჯეტზე ვზრუნავ და შენ კიდე არ მიფასებ. აი, ყოჩახთ, აი ეკონომია მარტო, всё, ამოისუნთქებ შენი ოჯახი. აღარ არის პრობლემა, აღარ 108-ზე თუ ჩამოხვედი რა არის? ეგ არის. აი, შენი ცინიზმი სადმე სხვაგან მიაფრქვიე რა, ჩემსკენ ნუ. ია, საით მივაფრქვიო, გამაგებინე, საით ხო შეიძლება ყველგან ამანათიდებს. აუ, გიო. მე შენ გამოგიწერე ფეხსაცმელები. აი, ეგ უკვე სხვა არის. შავი, ტყავი, საისუფთა ტყავი, 42 ზომა. თამარ, ფეხი მაქვს 46 და 42 რატო გამომიწერე? ვიცი რომ 46 გაქვს და სპეციალურად რა ვქენი, იცი რა მოვიფიქრე, ეხა ჩემი გეგმა გითხრა. ესე იგი, ხო ჩამოვა ეხა Pinex-ი მომიტანს 42 ზომას. ხო, მე შენ ჩაიცვა ამ 42 ზომას, შენ 46 ფეხის ზომაზე, ხო? ხო, დაგისივდება და შეგიშუპდება ეს შენი დიდი ფეხები. ხო, მე გადაუღებ შენ ფეხებს ფოტოს და იმ ჩინურ კომპანიას გაუგზავნი, საიდანაც გამოვიწერე რა. ხო და ვეტყვი რომ ამინაზღაურეთ ზომაზე არ წავიდათ, ხო? ანუ ჩემი დასეული ფეხებით გინდა რომ კიდე იქეთ მივიშოვო რაღაცა გამ, კიდე ეგ უნდა ჩემ ფეხებს. მალამ. ყოჩა, კი, კაი გეგმა გაქვს, თამარ. ხო, მოხედი? საჭმელი რა გვაქვს? სამზარეულოში არის სენდვიჩი. რა საჭმელი? ვინ არის? გოგო, ვინ ჯანდაბა არის ეს? ვინ? მღალატობ გოგო თუ რა შვები? ეხა შე ვერ გავიგე რა. აი მე არა გიო, რა გღალატობ? მოდი მიშიკო დაჯექი. აბა რა შინა ვინ არის? აბა ეს რო შემოვიდა, ვითომ საკუთარ სახში არის, აქ დაბოდიალო. ვინ არის გოგო ეს? ბიჭო, კურიერია, ამანათები მოაქვს ხოლმე.
და მე რატო იქცევა ეს შინაურულად? შინაურია, აბა რა არის, რა გჭირს? ისე ამდენ ხანი ვარ შეხვედრი ხართ ერთმანეთს ძალიან ძალიან გემრიელია. თქვენ არ ხართ გამოწერებზე, არის წერტა. გამოწერებზე? არა, მე გადაწერებზე ვარ. პირჟვის გადაწერებზე ღმერთო, თუ შეიძლება აღარ მინდა მე კი აღარ. თამარ ძალიან გემრიელია ეს. რა გამოწერება? მაგრამ რაღაც უნდა გითხრა რა. ეს რაც მოვიტანე ხა ბოლო ამოსვლა იყო ჩემ მე ვეღარ ამოვალ რა. რატო? რატო კაცო ან ლიფტი გააკეთეთ ან გამოწერებს მოუკელი რა. დაობრივარ ეხლა ამხელა ვიყავი და დავრჩი აგერ 100 კილო სულ. აუ რა არის, იცი, ეხლა მომისმინე კარგად. ერთხელ გაიჭირვე, ჩემ თავს გაფიცებ რა. ლიფტის მატორი მაქვს გამოწერილი ჩინური საიტიდან. ხო და ჩამომივა და ერთი გაჭირვება გაიჭირვე რომ ეს მატორი 500 კილოა რა მოიტანო. სამო. ჩავდგამთ მე ლიფტში და ისრიალეზე ვითქვევით რამდენი წმინდა ვიში. ხო, კაი. კაი, წავედი მე, არ გემშვიდობები, ჩემო ძმა ორჯერ კიდე მოვალ დღეს. კი, ვიცი, ძმა, გავა. მომისმინე. თამარ, გეხვეწები ერთხელ ოსტრი დამახვედრე რა. კაი, ხო, იყიდე და შევკვირდი. იყიდება დაბლა მაღაზიაში. აბა შენ კაი, ჯიგარო. დროებით მიდი. აუ, ძალიან კაი ბიჭია, რა კაი ბიჭი, გოგო, რა ოსტრი, კი, რო კი. იმისავი დადის. ფუ თქვენი. ოსტრი ხარ ნუ, ხო, ეხა ოსტრი უნდა გავუკეთო, შევპირდი კაი, რაღაცა. მომისმინე, თამარ. იწერ ამანათს, კაი, ჯანდაბა. მართლა ეს ჩემთვისაც რო გამოიწერო ერთი რაღაც, იმ ბოტას სართული რაღაცა რომ 42 ზომა ბოტას. რაღაცა ნორმალური რო გამომიწერო, ხო შეიძლება ერთხელ მეც. აუ, რა უმადური ბიჭი ხარ. უმადური ვარ მე? მე შენთვის მაქვს სიურპრიზი. რა სიურპრიზი? ეხა მომისმინე, ძალიან გაგიხარდება. ხო, ეს უკვე სხვა არის, კარგია რა არის რა, უერცუნვა. ეს იცი რა არის? რა არის, მომე გავხსნა. აჰა, გახსენი და ნახე. ეგ არის შენ რო 10 წლის წინ მანქანა დაგეჯახა გახსოვს და კინაღამ რომ მოკლა. კი, მახსოვს თამარ. ხო, იმის მინი ვერსია, რომ არ დაგავიწყდეს მთელი ცხოვრება. 10 წელია მაგის დავიწყებას ვცდილობ. ეს რატომ იყინე? რა უმადური ხარ რა. ხო ვერ გასიამოვნებს კაცი ვერაფრით რა. აუ, აუ რა კაი ესახში რა ხარ. კიო, გამოდი ერთი წუთი. აუ, ჩემ თავს გაფიცებ რა. ჩინეთიდან იმდენი რაღაც გამოვწერე. ხო და შენ ხო იცი ის გადამზიდი კომპანია რომელია? პინექსი. პინექსი. ვერ დაიმახსოვრე, თუ რა იყო, რამდენჯერ უნდა გითხრა? თუ გიყვარვა რა, რაღაცა მიუნდა მიაბა მაგას თუ როგორ? პინექსი ჩამოგიტანს ყველაფერს, გამოწერილი გაქვს უკვე ჩინური საიტებიდან? ხო, ანუ არჩეული მაქვს ისა რაღაცა. შედი ხა იმაში App Store-ში და გადმოწერე აპლიკაცია Pinex.G არის ეგეთი. Pinex-ის აპლიკაცია გადმოწერე. ხო, აი ეგ კომპანია ჩამოგიტანს ყველაფერს. $8 ტარიფი და 5 დღეში ჩამოდის. აუ, რა მარტივია. ძალიან მარტივი. აუ, რა კაია. ანუ თვითონ მომიტანე სახლში თუ ნახე ორი ვარიანტია. შეუძლია თვითონაც მოგიტანონ ხო? და შეგიძლია შენ მიხვიდე, მიაკითხო და წამოიღო. ძალიან კომფორტულია. ანუ კაი, მაშინ სადღაც 1-2 კვირაში მივალ, იმიტომ რომ არ ვიქნები რა. გოგო, არ არის პრობლემა, მე გეტყვი ხა. მოატანინე კურიერს და შენ თუ არ იქნები სახლში, ჩემთან დატოვონ რა პრობლემაა. აუ, მართლა? კაი, ჩემი ოქროს გოგო ხარ შენ. მიდი, კაი, გავედი, გაკოცე. გაკოცე. მიდი, პაკა. კაგიო. შენ გოგო, ნორმალური ხარ. ვაიმე, რა არის დააჭრიე კარები. რა შენთან ხო, აბა ამანათები რას იმდენი ყუთი მოგა გაწყდა ყველაფერი რო შემოგა. რა შენთან უნდა შეანახინო გოგო, შენ. კაი, რა მოხდა მე? რა მოხდა გოგო, შენი ყუთები არ ეტევა, კიდე იმის უნდა დავიმატო, აქ შენ ნორმალური ხარ? ასე ყველაფერზე ჩხუბი შეიძლება. გეხვეწები ახლა მე მომეც გოგო შენ აქ კიდე იწე რაღაცას მომე ტელეფონი. დავაი დროზე რა გინდა? დავაი დროზე ოთახში და გოს რომ მოხალ მე გამოდი მომიდო მაგ რაღაცებს გამოწერა ამა. ბიჭო ხო მე გადამდგა ყველა ყუთებია რა. ერთი რა არის ეს რა ჯანდაბა არის? რაო? Pinex.G. ოპა. მოიცა ბიჭო ეს მართლა? ოპა, ესე იგი რანო 8-დან $8-ად? $8 ჩინეთ. თამარ! ჰა, თამარ, მოდი ერთი წამით. არ მოვალ. გეხვეწები რაღაც გამოწერა მინდა და დამარეგისტრირე რა, ხა? სად გინდა რომ დაგარეგისტრირო? Pinex.G, ხო, მოდი. მოგინდა? აი, გოგო, მოდი ერთ წამით. ეს მომიცნე. მართლა 5-დან 10 დღეში $8-ად, ეს მართალია? ჩამოგიტანენ მაგას. ანუ ის ანკესები $8-ად მომიტანენ აქ. ჩინურ საიტზე რო ნახე, ანკესები შეუძლია აქ ამასაც ჩემი ბარათია ჩამოგიტანო. მიბული. ხო, დამარეგისტრირე მეც მოდი. აუ, მოდი, ეხა გამომაწერე კაი და მაშინ მეც გამომიწერე ის შექმნას კაი ჯანდავად მოდი. შედი აქ ჩაწერე შენი სახელი გვარი ლათინურად. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45.
სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.